ერთი შეხედვით მოსაწყენი ნატურმორტი. სინამდვილეში კი გაფრთხილება სიკვდილზე, ძალაუფლებასა და ამაოებაზე. ნახატები იმაზე მეტ ისტორიულ ინფორმაციას ინახავენ, ვიდრე გვგონია. რა საიდუმლოს მალავს ეს დეტალები? ეს გახლავთ ევერტ კოლიეს ადრეული ნამუშევარი, რომელიც მან მხოლოდ 20 წლის ასაკში შექმნა. იმ პერიოდში, როცა მისი შემოქმედება ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს აღწევდა. როგორც ვანიტასის ტიპის ნამუშევარში, ამ სურათზე მხატვარი სხვადასხვა საგანს სიცოცხლის წარმავლობისა და მიწიერი მისწრაფებების ამაოების ალეგორიებად იყენებს. ციური და გეოგრაფიული გლობუსები მექსიკის გამოსახულებით განლაგებული ისე, რომ ჩანს წყნარი ოკეანე და მიწები, რომლებსაც ჰოლანდიელები ამ პერიოდში მისწვდნენ, ნიდერლანდების გლობალურ ვაჭრობასა და იმპერიულ ამბიციებს ასახავს. მაგიდაზე თითქოს დაუდევრადაა განლაგებული სხვადასხვა წიგნი, მათ შორის საზღვაო ნავიგაციის შესახებ, რომელიც შეიცავს 1600 წლის ბეჭდური გამოცემის მიხედვით შექმნილ ამერიკის რუკას. უკანა ფონზე გამოსახული სამხედრო დროშა დამატებით გამოკვეთს ნიდერლანდურ იდენტობას და ხაზს უსვამს მიწიერ ძალაუფლებას. ჰოლანდიის ისტორიის წიგნი კი განსაკუთრებულად არის გადაშლილი ერთ-ერთ გვერდზე, რაც მის კოლონიურ ამბიციებს უკავშირდება. ეს დახვეწილი მინიშნებაა ნიდერლანდების რესპუბლიკის ახალ ტერიტორიაზე, ანუ ბატავიაზე, ინდონეზიაში. ამის საპირისპიროდ ჩამქრალი სანთელი, ჯიბის საათი და ქვიშის საათი აღნიშნავს დროის სწრაფ სვლასა და სიკვდილის გარდაუვალობას. ვიოლინო გაწყვეტილი სიმით მიუთითებს სენსორული სიამოვნებების, მაგალითად მუსიკის ხანმოკლეობაზე, სიმდიდრე, ცოდნა და ძალაუფლება. ეს ყველაფერი მიწიერი, დროებითი და საბოლოოდ აზრს მოკლებულია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ეს აზრი მაინც გამორჩებოდა, კოლიემ მარჯვენა მხარეს ქაღალდზე დაამატა ვანიტასის ნატურმორტებისთვის არქეტიპული ბიბლიური ტექსტი. ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო. შეიძლება ითქვას, რომ მხატვარი სვამს ფუნდამენტურ კითხვას. რამდენად მყარია ადამიანის მიწიერი მიღწევები და რამდენად გამართლებულია მისი ამბიციები? რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და რა ამაო?